მშვიდობისას ვიფოს ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას. Როგორც ხედავთ, ჩვენთან სტუდიაში სიახლეა, ჩვენ ახალი დეკორაციით გავდივართ ეთერში და ძალიან საინტერესო სტუმარი იგელით დღეს. მოგეხსენებათ პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რუგოვსი აქტიურად ჩაება ბოლო პოლიტიკურ პროცესებში, იგი ფაქტიურად მისი მეუღლის ასე ვთქვათ წინასაარჩევნო კამპანიას წევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. დღეს იგი შიდა ქართლს ესტუმრა იგი სურამში უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს და იგი ხელსარიანი ნამდვილად არ ჩასულა, იქ უამრავი საჩუქარი ჩაიტანა და დღეს ქალბატონი სანდრა არის ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოგეხსენებათ 2 ნოემბრამდე ცოტა ხნით ადრე იგი ჩვენთან იმყოფებოდა სტუმრად, შემდეგ იყო თქვენი უამრავი ზარი და სურვილი იმისა, რომ ქალბატონი სანდრა კვლავ ჩამოსულიყო გორში და ეპასუხა თქვენი კითხვებისთვის, ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ, რა თქმა უნდა, თქვენი ეს შენიშვნა, თქვენი ეს სურვილი და დღეს ქალბატონი სანდრა ჩვენი სტუდიის სტუმარია. მოგესალმებით ქალბატონი სანდრა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ხართ, მე მინდა და დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ნახეთ, რომ აი გვიან საღამოს მოგზავნეთ ჩვენთან თრიალეთის სტუდიაში და ვიცი, რომ თქვენი ვიზიტი დაიწყოთ დასავლეთ საქართველოსთან, მოიარეთ უამრავი ქალაქი, უამრავი რაიონი და როგორ მიმდინარეობს ეს კამპანია, რა შეგიძლიათ გითხრათ, როგორ ხდებოდა ხალხი? დიდი მადლობა, რომ დამპატიჟე ისევ თქვენ სტუდიაში მოხარული ვარ და გილოცავთ ახალი დეკორაციის გალამაზებისათვის. ჩვენი კამპანია მართლა დაიწყო დასავლეთ საქართველოსთან. ესე იგი წალენჯიხიდან, მე ზუგდიდი, ოზურგეთში გადავედით, ესე იგი გურია, მე ქუთაისში, იმერეთი და გუშინ ქუთაისიდან მოვედით აქეთ, ჭიათურაში ვიხავით ჯერ და მე შიდა ქართლში შევედით სურამში ჯერ, მართლა ბავშვთა სახლში ვიხავით, სადაც მე ჯერ არ ყოფილ ვარ და მიხაროდა, რომ ახლა კამპანიის დროს რამდენიმე ფირმა და ორგანიზაცია გამოხატა სურვილი, რომ ეჩუქებინა საახალწლოდ არა მხოლოდ საჭმელი, არამედ სათამაშოები და თანსაცმელები და ასე შემდეგ და მართლა ხელწარიელი არ მივედი და გამახარებ ბავშვები. ამათ მათ გამახარეს, იმიტომ რომ სპექტაკლი დადგეს, იყო რამდენიმე ლექსი და ლამაზი გაფორმება და მასწავლებლებმა მაჩუქეს, ასე ვთქვათ, დიდი ტორტი, 2 ნაწილი იყო, ერთი საქართველოს დროშა, მეორე ჰოლანდიის დროშა. რუკა უფრო, რელიეფური რუკა იყო, კი. იყო ხიდი მათ შორის და დიდხეს თუ ხომ არ შევჭრიდი იმ ტორტს. და დავიწყე ჰოლანდიიდან, იმიტომ რომ ახლა საქართველოს რუკიდან რომელი კუთხე უნდა ამოვაჭრო, ეს არ გამოდიოდა. და დავიწყე ჰოლანდიიდან და მე მივეცი ბავშვებს. მე ჩამოვედით გორში, თეატრში შეხვდა ბევრი ხალხი, სულ სავსე არ იყო, არ გიმალავ, მაგრამ იყო წვიმიანი ამინდი და შეიძლება მართლა ციოდა, სხვათა შორის დარბაზშიც საკმაოდ ციოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ 1 საათი გავჩერდით და ბატონ ბესო ჯუხელთან ერთად, ბატონ მიშა კარელთან ერთად ველაპარაკეთ, ვესაუბრეთ უფრო სწორედ, დიალოგი იყო ხოგორის მოსახლეობასთან, ძალიან საინტერესო სხვათა შორის შეკითხვები ჰოლანდიის თემაც შევხედა. ყველანაირი შეკითხვები იყო და იმედია თქვენი მახურებლისაგანაც იქნება შეკითხვები, იმიტომ რომ მე დავაფიქსირო, რომ საკმაოდ ესეთი კარგად მოჭარბებული იუმორის გრძნობა გაქვთ, იუმორით პასუხობთ ამ კითხვებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენს გადაცემაშიც გამოჩნდება, უკვე პირველი მაყურებელი, მიუხედავად იმისა, მე ჩვენი ტელეფონის ნომერი არც კი გამომიცხადებია, შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი ტელეფონის ნომერია 7 13-31 ან 7-10-39, შეგიძლიათ დაარეკოთ, დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი გადაცემაში. პირველ მაყურებელს უსმენთ, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გთხოვთ. ალო. დიახ, ისმით, ეთერში ხართ. გამარჯობათ. მიგესალმებით თქვენ სტუმარს, ქალბატონ სანდრას, რომ შეიძლებაოდეს მაგანაც იყავოს კენჭიდან მისმა მეუღლემაც ბატონმა მიშა სააკაშვილმაც, მე მგონი რომ მის ლედი აიღოს პირველ ადგილს. ძალიან მოგწონს, ძალიან მიყვარს და დიდ პატივსაცემს ქალბატონ სანდრას. მადლობა. დიდი მადლობა, ეს უფრო სურვილი იყო. მაგრამ მე აქვე დავსვა
დავსვამ კითხვას. აი დღეს მე გამახსენდა თეატრში ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჩვენ საზოგადოებისა ეკითხა და გაიხსენა კლინტონის მაგალითი, როდესაც ჰილარი კლინტონი მე შემდეგ აქტიურად შევიდა პოლიტიკაში. და მის მიმართ გარკვეული დიდი სიმპათია იყო ამერიკულ საზოგადოებაში. მე ვხედავ რომ ესეთი სიმპათია ჩნდება თქვენს მიმართაც და ხო არ იქნება თქვა მომავალში პერიოდი ისეთი რომ თქვენ თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში ან რაღაც აი პოლიტიკაში გადმოსვლას ხო არ გეგმავთ მეთქი ეს არა, ნაირად არ გეგმავთ. მე ნამდვილად მირჩევნია ხალხთან საუბარი, ხალხთან გასაუბრება და რა ვიცი, ჩემი საერთაშორისო კონტაქტების გამოყენება ამისათვის, რომ საქართველოზე იყოს ყურადღება და დაეხმაროს სხვადასხვა ქვეყნებიდან, დაეხმაროს ფონდები და ინდივიდუები, დაეხმაროს საქართველო. ეს არის ჩემი, ასე თქვა, ძლიერი მხარე და მე მირჩევნია იმაზე ყურადღება მივაქციო და რა თქმა უნდა, ხო საზოგადოებრივი საქმიანობა ხო? მე ვიცი და აი იმ საქმიანობაშიც ვარ და მინდა ვიყო ყოველთვის ჩართული, ფრანგულენას ვასწავლი ორ დაწესებულებაში და რა თქმა უნდა ჰოლანდია და საქართველოს კონტაქტების დაღრმავება იქნება აუცილებლად ჩემ პრიორიტეტებში, მაგრამ არა მხოლოდ ჰოლანდიას მე ვიცი ქალბატონო სანდრა რომ გორში გარკვეული პროექტი ხორციელდება ჰოლანდიელთან მხარდაჭერით. თქვენ ერთხელ უკვე იყავით გორში, ეს არის ხილის ექსპორტის კომპანია შეიქმნა და თქვენ გქონდათ რაიმე წვლილი აი მხარეებს დაახლოებით? ეს არის სოპერბერგბუქში და რა თქმა უნდა როცა ჩამოდის აი სახელმწიფო პროგრამით, ეს არის ჰოლანდიის სახელმწიფოს დაფინანსებით ასეთი პროგრამა არსებობს PSO და იმ პარკლებში ჩამოდის ხოლმე ჰოლანდიელი კონსულტანტები და გვესტუმრებიან, როცა მუშაობდი საკონსულოში, ან საერთოდ როცა ჰოლანდიელი ჩამოდის ამ ბოლო დროს აუცილებლად მეც მაკავშირდებიან ყოველთვის და მე ყოველთვის ვიცი რომელი ჰოლანდიელი რომელ პროექტში ან რომელ დარგში არის დაინტერესებული და ვეხმარები, რასაც შემიძლია, ქვეყანას ვიცნობ, ხალხს ვიცნობ, ენას, ენებს ვიცი და ამიტომაც მე ვიცი, ესე იგი მეორე მხარე, ჰოლანდიური მხარე, ხალხს ვიცნობ კარგად და ნუ ახლა ეს ჩემი წინადადება ნამდვილად არ იყო, ეს ხალხი მოვიდა საქართველოში და მოინახულა სხვადასხვა ფირმა და აარჩიეს ზუსტად ბატონ გივი აბალაკთან ურთიერთობა, რა ის ძალიან მოტივირებული საკმაოდ პერსპექტიული დარგია სამშენებლო პერსპექტიული და ასეთი შრომის მოყვარი ადამიანია და კარგი ავტორიტეტით ისარგებლებს ამიტომ ესე შესაძლოა რომ ჩვენი გორის ვაშლი, შიდა ქართლის ვაშლი ჰოლანდიელმა, ასე ვთქვათ, მომხმარებელმა მიიღოს, ხო? ჯერჯერობით ვიცი, როგორც ვიცი, ისინი არიან უფრო არა მხოლოდ ადგილობრივ, მაგრამ არამედ რუსეთზე ორიენტირებული, მაგრამ შეიძლება გახდეს ევროპულ ბაზრისათვის საინტერესო პროდუქცია, არა მხოლოდ ვაშლი, უამრავი სხვა ხილიც არის, შეიძლება მე გადავიდეს ხილის კონცენტრატებზე, ან ხილის, რა ვიცი, კომპოტები, ან მაგალითად, ბევრი შესაძლებლობა აქვს. არია რომ ეკოლოგიურად არის სუფთა, რაც არის ძალიან მოდაში საზღვარგარეთ. ერთ-ერთი სარეკლამო საშუალება ალბათ თქვენც ხართ ჰოლანდიელებისთვის, რომ თქვათ უთხრათ, რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ აი საქართველოში შემოდით ლამაზი შეფუთვით, ძალიან დიდი ვაშლები, მაგრამ ვიცით რითია ეს გაკეთებული, ხო? კონცენტრატებით სავსე. მაგრამ გორის ვაშლი და იმის ვაშლი არ არის ეს. კიდევ ერთი ზარი გვაქვს ეთერში, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. ალო? დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. ალო, გესმით ჩემს? არა, გვესმის. ალო, ხო, მოგესალმებით, ქალბატონო სანდრა. მინდა ვისარგებლო ჩვენ გადაცემის საშუალებით, წინასწარ მოგილოცოთ შობა ახალი წელი, თქვენ მეუღლეს მიშას, თქვენ შვილთან ერთად გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, უფრო მეტ დიდ წარმატებას, დიდი სიყვარული გაქვთ ხალხის მიერ დამსახურებული და ეს უფრო მეტად და მრავლად გაღრმავდეს და გაძლიერდეს. თქვენი იმედი გვაქვს ძალიან დიდი და აი ეს დიდი იმედი არ მოუშალოს მთელ საქართველოს თქვენს მიერ გაკეთებულმა საქმემ. დიდი მადლობა, მე უბრალოდ მაყურებელს ვთხოვ, რომ რაც შეიძლება მეტი კითხვა იყოს, ვიდრე სურვილები, გასაგებია რომ
კარგია სურვილები, ჩვენ ვიცით თქვენი სურვილების შესახებ, მაგრამ ალბათ უფრო მეტი კითხვაა საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ თქვათ ქალბატონ სანდრა რულოვსის პიროვნების შესახებ, ამიტომ თქვენს ნებართვით მე დავსვათ შემდეგ კითხვას. ქალბატონ სანდრა, თქვენ მოინახულეთ სამეგრელო და იქ მეგრულად ისაუბრეთ. ახლა ხანს მე გულში უსმენდი ერთ-ერთ ტელიარხს, სადაც ერთ-ერთმა სვანმა პიროვნებამ თქვა, რომ შეგვირდაო სანდრა რულოვსი, რომ სვანურად აუცილებლად ვისწავლიო და ძალიან გახარებული იყო. რას ნიშნავს ეს? თქვენი მხრიდან ეს ნიშნავს იმას, რომ თქვათ საქართველოში ნებისმიერი კუთხის ადამიანი, ნებისმიერი ენა, ქართული კუთხური ენა თქვენთვის ისეთივე მისაღებია, როგორც ჰოლანდიური, თუ ეს უბრალოდ თქვენი ჰობია, რომ თქვათ შეისწავლოთ სხვადასხვა ენები. ეს არის პატივის ზემა, რა თქმა უნდა, მოსახლეობას მიმართ, განსაკუთრებით მეგრული ენა, რომელს ფლობს 1 მილიონი ქართველი დაახლოებით. თურმე რა თქმა უნდა ახლა არ არის საქართველოში დღეს სამწუხაროდ სვანური მე ჯერ არ დამიცხებია, მაგრამ მაჩუკეს ცოტა შორის ერთ მე მგონი რუსულ სვანური ან ქართულ სვანური ლექსიკონი იყო და იქ წერია რომ მაჩუკე ამისათვის რომ თქვენ უფრო კარგად ისწავლოთ სვანური. ამ ჯერ არ დამიცხებია მე მგონი მეგრული საკმაოდ რთული ენაა და პრაქტიკა ჯერ მაკლია, ჯერ ქართულიც ახლა გივლაპარაკობ კარგად, მაგრამ ესაც უკვე მე-6 წერია, რაც დავიწყებ მისი სწავლა და ამიტომ ჯერჯერობით მეგრულზე გავჩერდები და მე ვნახოთ. და ალბათ ქართულს უფრო განავითარებთ. გასაგებ, ქალბატონ სანდრა, თქვენ წეგან აღნიშნეთ ერთ-ერთი შეხვედრისა, რომ ერთი ტომარა წერილები მოგაქვთ. ის წერილები, რომელიც საზოგადოებამ თქვენ გადმოგცათ და საკმაოდ დრო დაგჭირდებათ აი ამ წერილების ანალიზისთვის, თქვენ ესეთი განცხადება გააკეთეთ. გულდასმით წაიკითხავთ წერილებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ წერილებში უმეტესობა ალბათ მაინც სოციალურ სფეროზე იქნება, კი. აი თქვენი მეუღლის გამარჯვების შემთხვევაში, აი თქვენი პირველი ლედობის შემთხვევაში როგორ აპირებთ, რომ ეს პრობლემები, ეს სოციალური პრობლემა რაც შეიძლება მოკლე ხანში მოგვარდეს? ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა, მართლა ძალიან ბევრი განცხადები მივიღე, რა თქმა უნდა, ჯერ მილოცვები, ვარდები, საჩუქრები, ლექსები, რა ვიცი. და პრობლემა. ეს ხილანი ქართველები ძალიან ასეთი არიან და მე ამისთვის დამარლობენ, მაგრამ მეორის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან გულთან ახლოს მივიტან მათი გივილები და ეს გამოიხატება იმ განცხადებებში და იქ ასეთი წერილებია, რომ აი პირდაპირ გინდა უკვე დაარეკო და დაეხმარო. მე ხანდახან ჩემი თავი უნდა უბრალოდ შევიკავო, იმიტომ რომ თუ დავეხმარები 2 ოჯახს, 3 ოჯახს, 4 ოჯახს, მე აღარ დარჩება თანხა, მაგალითად სპონსორებისაგან ჰოლანდიიდან და მე სხვებს როგორ დავეხმაროთ, ან როგორ გავმართლოთ, რომ ის 4 ან 5 ოჯახი დავეხმარე, მაგრამ თქვენ ნაკლებად გაჭირებული ხარ, ან თქვენ შემდეგი ხართ რიგში. ეს ძალიან ძნელია ამისი არჩევა, ამისი ანალიზი, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ჯერ შემოწმობა უნდა ყველაფერი, მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს უკვე ჩემი ფონდის დაარსებიდან 98 წლიდან დაწყებული, რომ მაინც არის ყველაფერი შესამოწმებელი, სიტუაცია ოჯახში იცვლება, შეიძლება წერს თუ არის მარტო ხელა დედა, მაგრამ შეიძლება შვილი ყავს მე საზღვარგარეთ და ხანდახან უგზავნის თანხას კი არ ვეთქვი, არ არის გაჭირებული, მაგრამ შეიძლება სხვა ოჯახი არის უფრო მეტად კი დასახმარებელი. და ამიტომ ამას უნდა დიდი დრო, ანალიზი, ამას უნდა შემოწმება, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად თემატური ალბათ მიმართვა, რომ აი ჯერ მოდი სამედიცინო პროგრამა დავწეროთ აი იმ კატეგორიის ხალხისთვის, ან მოდი ამისთვის ვიმუშაოთ მაგალითად განათლების სფეროსთვის, ან რა არის პრიორიტეტები, რა არის ყველაზე ძნელი აი იმ ადამიანებისთვის, რა არის მათი პრიორიტეტები და რა თქმა უნდა იქაც გრძნობ ჩემი როლი როგორც ხიდი ხალხის და
ვიცი, ახალი თუ შედის რა თქმა უნდა 4 იანვრის შემდეგ ბრძოლაში, ახალი თავრობის მიმართ და ამისი დიდი იმედები მაქვს, რომ ამისი ენერგია მექნება, რომ სპონსორები დამეხმარებიან. მე ხლა ვიცი, რომ ბიუჯეტი არის რა თქმა უნდა ცარიელი და არის უამრავი სხვა პრიორიტეტი, ვალები და დავალიანებები, არის პენსიები და ასე შემდეგ გახსნილი. ეს რა თქმა უნდა არის პირველი პრიორიტეტი, პლუს კორუფციასთან ბრძოლა და ასე თქვა, წესრიგის დამხარება და მერე მოდის განათლება, მერე მოდის სამედიცინო სფერო. ამიტომ მე თავიდანვე მინდა მოუძებნო სპონსორობა და დაფინანსება, თუნდაც პატარა მასშტაბით ჯერ, მაგრამ კონკრეტული ხალხის დასახმარებლად მინდა ჯერ მოვიწიო საზღვარგარეთ და მერე ალბათ ნელ-ნელა უკვე აი როგორც დღეს მაგალითად სურამში იქაც იყო ქართული კომპანიები, რომელიც დაგვეხმარეს. Coca-Cola იყო მაგალითად Coca-Cola და შეიძლება გახდეს მართლა ეს უჩვენია ჯერ ხო საქართველოში ეს საკმაოქმედო საქმიანობა და შეიძლება ესაც განვითარდება ნელ-ნელა ეკონომიკასთან ერთად და მე უკვე ნაკლებად ვიქნებით საზღვარგარეთიდან ეკიდებ. იგივე პრინციპში საქველმოქმედო საქმიანობას ხელი შეეწყობა მიხეილ სააკაშვილის ეს წინა საარჩევნო დაპირებებს თუ გავიხსენებთ, რომ როდესაც წახალისდება იგივე ბიზნესმენი, რომელსაც თქვათ 1000 სახის გადასახადი არსებობს, ვიცი უამრავი სახის გადასახადი და გარკვეული გადასახადი მოეხსნებათ, თქვათ მათ სტიმული მიეცემათ, რომ დაეხმარონ იგივე აი ბავშვებს, მოხუცებს და ასე შემდეგ. ასე იგი გამომდინარე აქედან სახელმწიფოც იზრუნებს და თქვენ აღნიშნეთ კორუფცია. საიდან უნდა შეივსოს ხაზინა, თუ არა ამოვიღო ვიღაცამ კერძო ჯიბიდან, იმ ჯიბეებიდან, სადაც მიდიოდა ეს ფული, ხაზინის ასე ვთქვათ, გვერდისავლით. გადადო სანდრა, თქვენ მოიარეთ თითქმის მთელი საქართველოს უკვე შიდა ქართლში ბრძანდებით და მე მაინტერესებს, აი თქვენ თუ ხედავთ ენერგიას, პოტენციალს ქართველი კაცისას, აი იმ საკითხში, რომ საქართველოს იქნება, ვთქვათ, რამდენიმე წლის შემდეგ ეკონომიკურად ისეთი როგორც ჰოლანდია თუნდაც. ისეთი როგორც ჰოლანდია, ეს იქნება ოცნება ეს. ჯერ ვერ. არ არის ჯერ. მაგრამ ძალა და ენერგია არის ამის, მე ვიცი რომ ბევრი ამბობს. ვიცი რომ არის, მე ვგრძნობ რომ არის ახალი იმედი ხალხის, ახალი ენერგია და ნდობა და მე მგონი აქვთ კიდე ცოტა მოთმინება რომ ნახოს არის თუ არა ეს მთავრობა ამისთვის მზად რომ კონკრეტული შედეგები გვაჩვენო. მე მგონი ამას რა თქმა უნდა მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ქართული ხალხი არის ამისთვის მზად რომ ნელ-ნელა ეკონომიურად და რა თქმა უნდა სოციალურად ესე იგი გაიზარდოს ასე ვთქვათ. კი მე ამას ვხედავ და დიდი იმედებით ვუხურებ. იმედია რომ ხელს არ გვიშლის რა ვიცი პირისპირ ერთმანეთის ინტრიგები ხანდახან მეშინია მეთქი ახლა ყველაფერი არის ვარდები, მაგრამ ვარდებს აქვთ ეკლები, შეიძლება რამდენიმე თვის მერე პერფორმანს მერე დაიწყოს ინტრიგები, დაიწყოს დაპირისპირება, მე ამისი მეშინია, იმიტომ რომ ეს ცოტა დევს სხვადასხვა ქართულ მენტალიტეტში, რომ რაღაცნაირად რა ვიცი უფრო სიტყვა ვიდრე საქმე და ამაშიც მინდა ამაშიც როგორ გამოსწორდება ალბათ. მაგალითი, კარგი მაგალითი, რომ პატარა საქმიდან გამომდინარე ჯობია. მე მგონი მიშასაც ამას აჩვენა, არა მხოლოდ საკრებულოს დროს, როცა კონკრეტულად თბილისისთვის რამდენიმე საქმე გააკეთა. ახლა ეს ადგილობრივი ტელევიზია და შეიძლება ესეც არ აინტერესებს, მაგრამ თბილისელებისთვის მართლა ესე იგი ახალ დამატებული ბავშვებისთვის იყო 50 ლარი მიღებული, ეს მართლა მოხდა დაპირდა პენსიონერებისთვის კი. პენსიონერებისთვის იყო ბრძოლა და 3 ლარის მომატებას თბილისში. თქვენ უკეთესად იცით ვიდრე ეს იცის გორის საზოგადოებას. და იყო სასტრაფო დახმარება მაგალითად, უამრავი საბავშვო მოედანი, სახურავი ლიფტი, ეს არ არის პატარა საქმე. და იუსტიციის მინისტრის დროსაც
გააკეთა ძალიან ბევრი რამე პენიტენციალურ დაწესებულებებში და გაიაფება მაგალითად კიდე ასმოთრის და ასე შემდეგ და მე მგონი რომ მიშელა მე რაღაც ერთ გზაზე ერთ სწორ გზაზე პატარა საქმიდან დავიწყოთ და ნელა უფრო დიდი მასშტაბის გასაგები მე როგორც ვიცი ყავს კიდე მაყურებელი საღამოშიდობისა მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ გისმით ალო დიახ გისმენთ ქალბატონო სანდრა პირველ რიგში გილოცავთ მე ამ უდიდეს წარმატებას რასაც თქვენ და ბატონმა მიხეილმა მიაღწიეთ და მინდა გკითხოთ ასეთი რამ ამჟამად ცხოვრობ ქალაქ გორში ისევ თბილისში მაქვს ფენა მაგრამ მიწისთვის დრო ძალიან დამიზიანდა მყავს ობოლი შვილი და არსად არაფერს არ ვიღებ ჩვენ არანაირ დახმარებას ამჟამად ცხოვრობ ძმის ბინაში ქალაქ გორში რუსთავის ქუჩა 23-ში და ბავშვიც რა თქმა უნდა სკოლაში დამყავს აქვე მე-12 სკოლაში მაგრამ აი თუ შეიძლება ამ საახალწლოდ ამდენ დახმარებებს არ იგებთ და თუ შეიძლება რომ აი ამ ჩვენი ობოლი ბავშვისთვის რაიმე სადმე არც ვიცი სადმე მართო და ვის მივმართო დიდი მადლობა მე ვფიქრობ ალბათ ადგილობრივ ჩვენს ორგანიზაციას შეიძლება რომ მიაკითხო ხო ნაციონალურ მოძრაობას იგივე შეიძლება როგორც ვიცი ადგილობრივი ხელმძღვანელობაც დაიხმარა ცოტა ესე იგი ხილის და სხვა სახის დახმარებით ახლა მე არ მალავ რომ ჩემი ფონდი ქვია სოკო არის საქველმოქმედო მოედრო ფონდი და მდებარეობს გამსახურდიას მე-7 ნომერში იქოლოთვის შეიძლება კაცხადებების შეტანა იქოლოთვის შეიძლება ლაპარაკი და ცნარად დაჯდომა და რაღაც გულთკივილის გამოხატვა ამისი საშუალებები არის ჩვენ ამისთვის ყოველთვის ვართ მზად და ჩვენი კარები ყოველთვის არის ღია გასაგები ქალბატონო სანდრა წელანაც თეატრში ერთ-ერთმა მაინც გორში ვარ და გორი მაინც სტალინის სამშობლოა აქ დაიბადა გაიზარდა სტალინი გარკვეულ წლებამდე აქ იცხოვრა და ერთ-ერთმა მაყურებელმა ისა თეატრში მყოფმა ადამიანმა კითხათ რომ აი ჩვენი სტალინიაო სააკაშვილი ესეთი ფრაზა გაისმა და თქვენ თქვით რომ ჩემი დედამთილის ბრალია რომ მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს არის დაბადებული და მე მაინტერესებს აქვს თუ არა ბატონ მიხეილს ინტერესი თუნდაც სტალინის ფენომენის მიმართ და მის ლიტერატურას თუ ეცნობა და საერთოდ ბევრი ფიქრობს რომ დღეს სტალინისებური მუშტია საჭირო და კანონის დიქტატურაა საჭირო იმისთვის რომ გამოსწორდეს ქვეყანა მე ერთ პატარ საზგეთრი რამდენიმე წლის წინ მოვიდა ჰოლანდიური გუნდი აქ სათამაშოდ ვილემ მეორე კი დინამოსთან და მიყავდათ თელი სპონსორების ავტობუსის სპონსორებით მეუღლებით ასე შემდეგ და მე მიყავდა გორში იმიტომ რომ უნდათ სტალინის მუზეუმის ნახვა და როცა შევედით იქ უკვე ზალებში ხო სადაც გამოფენილია საჩუქრები და ასე შემდეგ იქ გასღერდა ესე იგი იქაური ექსკურსანტმა თქვა რომ პირველი ფრაზა ასეთი იყო რომ დღეს საქართველოს ჭირდება ახალი სტალინი ეს იყო ორი კი არა ეს იყო 4-5 წლის წინ და ყველა ჰოლანდელი მოვიდა ჩემთან აი მე მთელი საქართველო ასე ფიქრობს ყველა ასე ფიქრობს ხო და აი ჩვენ ეთერში ვართ ისე პრობლემა არის მთელი საქართველოს ფიქრობს მეთქი ნამდვილად არა ახლა რა თქმა უნდა სტალინიც იყო პოლიტიკური სოფლიოს ლიდერი შეიძლება ძალიან ბევრი რამე დანაშაული არის რამეში მე მიშას პოზიცია ვიცი მან გამოაცხადა რომ ის კი არის 21 დეკემბერი დაბადებული მაგრამ ეს ალბათ ერთ-ერთი დამთხევა და მეტი დამთხევა ალბათ მათ შორის არ არის ის რა თქმა უნდა ქართველია და მგონი საქართველოს მაშინ მაინც ახლა შეიძლება ნაწილობრივად ამახობდა ამითი რომ ქართველი იყო აი მთელი იმპერიის ლიდერი და მეც მესმის ეს და მე ჯერ ბალკონი ნამყოფი მუზეუმში არ ვიცი ახლა სიმპათიები ან რაღაცა სტალინის მიმართ არა მაქვს ასე თქვათ და
ну, უბრალოდ საინტერესოა ეს ხო ერთი ისტორიის ნაწილია და უნდა იცოდე როგორ გამიტარდა მისი მართვის პერიოდი, რა იყო კარგი ცლები, რა იყო ასეთი ცლები, რომელიც იყო ქართველებისთვის ძალიან ძნელი და ну, გაიტანჯა, ასე თქვათ, საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს რესპუბლიკის მაშინ მოსახლეობამ და უბრალოდ იმ მიზნით დავდივარ ხოლმე, რომ მინდა ვაჩვენო ჩემ თანამამულებსაც და თვითონაც მინდა კარგად ვიცოდე ზუსტად რა მოხდა მაშინ და იქნებ რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკური მმართველი, რომელსაც არ აქვს დადებითი და უარყოფითი თვისება. ქალბატონ სანდრა, ყოველს ინტუს რეკავდნენ აქ სტუდიაში და კითხულობდნენ ეს ქალბატონ სანდრავით ჩამოვა, იქნებ კითხო და მე გაძლევთ კითხოს. რომელი საჭმელი უყვარს მიშა სააკაშვილს ყველაზე მეტად? აი თქვენს მიერ მომზადებულ რომელ საჭმელს? ეს არის ერთი იტალიური საჭმელი, ამას ქვია ლაზანია, არ ვიცი თუ იცი ეს არის ეს. როგორ მზადდება ეს? ასეთი ფოთლები, რომელში რბილდება პამიდრის სოზი და ასეთი ფარშის ხორცი, ესე იგი საქონლის ხორის შერეული. ყველით ეს უყვარს ყველაზე მეტად, მაგრამ გათამი ბრინჯიც ძალიან უყვარს. მაცვნის სუპი, ბორში, სხვადასხვა რაც მარტივი საჭმელი. პაჩაპურის მოსონს და ახლა უნდა ვისწავლო ელარჯი, იმიტომ რომ ელარჯი ძალიან მოსონს და ამისი გაკეთება. თქვენ მოდედანთილმა არ იცი ეს? ჩემდენათილმასი ძალიან კულინარი არ არის. რაც აკეთებს კარგად, მაგრამ აკეთებს ხოლმე რაც სწრაფად კეთდება, იმიტომ რომ ისიც ძალიან დაკავებული ადამიანია, სტუდენტები ხავს, დისერტანტები სამ ადგილზე მუშაობს განათლების სფეროში და იგი ნაკლებად ძალიან 2-3 საათიანი გასტრონომიული მოხდებისათვის. კიდევ ერთი ზარი გვაქვს ეთერში. მოგესალმებით საღამოშვიდებისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, ისმით. დიახ, ისმით. მადლობთ გამარჯობათ ქალბატონო სანდრამ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ხედავთ ტელევიზორში და ასე ძალიან ძვირფასად საუბრობთ. გილოცავთ აგრეთვე ახალწლისთაშობას და ორი შეკითხვა მაქვს თქვენთან. პირველი, თქვენი შეხედულება მაინტერესებს ფემინისტურ მოძრაობასთან დაკავშირებით. ფემინისტურ მოძრაობასთან დაკავშირებით. და მეორე საკითხი, მე ძალიან მაინტერესებს ბატონი მიხეილ სააკაშვილის აზრით და მოქმედებებით ტოლვილების მიმართ ქალაქ ცხინვალიდან. აქ ეგება როდისმე შეხვდეთ თქვენ და კონკრეტულად აუხსნათ რა წესით იქნება ტოლვილების დაბრუნება და საერთოდ რასაც iketho იქნება აი არანაირი არაფერი არ ჩანს, აი ცხინვალი ძალიან მტკივნეული საკითხია, ძალიან ბევრი ტოლვილია ამ შიდა ქართლში. მადლობთ ყურადღებისათვის და მადლობთ პასუხისათვის. ალბათ ამიტომ გითხავს, რომ დასავლეთ ევროპიდან ვარ და ეს ტალღა იქ გაიარა, ასე თქვათ. რა თქმა უნდა, ჩემი როგორ თქვა, მე როგორც ქალი შეიძლება სხვანაირი აღზრდა მქონდა ჰოლანდიაში ვიდრე აქ, მაგრამ მე აქაურ წესებს აუცილებლად არ როგორ თქვა, არ მინდა დავარღვეო არანაირად, მე არ ვიცხებ არანაირი ფემინისტურ რევოლუციას ან რამე ამადაგვარად. მინდა რომ ხალხი და განსაკუთრებით ქალები, იმიტომ რომ ძალიან ძიმე თვირთი აქვთ აკისრებული ქართველ ოჯახის დიასახლისად, უბრალოდ მინდა ვუსურვო, რომ შეიძლება ნელ-ნელა განთავისუფლო კომპლექსებიდან, მაგალითად, რომ რა ვიცი, რომ ყოველთვის ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთოს სახლში, შეიძლება მამაკაცებიც იყვნენ გარკვეულად მონაწილეობა მიიღონ იმ საქმიანობაში. ეს ძალიან მარტივ რაღაცებში შეიძლება გამოხატვა. ნუ ახლა მიშა გამონაკლისია, იმიტომ რომ მიშას აქვს სხვანაირი უღელი კისერზე აღებული და რაღაც იგი
სახში მოდის და სწრაფად შეჭამს და მე ისევ მიდის და ღამე გვიან მოდის დახლილი და დაიძინებს, მე ამას მართლა არ ვთხოვ, რომ ნატურა შეიცვალოს, ან ნაგავი გაიტანოს გარეთ, ან რამე, რა ვიცი, დაკიდოს კედლებზე. ეს მართლა მეც თვითონაც შემეძლია. მაგრამ ფემინისტური რევოლუცია ან ტალღა ან რამე ნამდვილად არანაირად არ ვაპირებ. თუმცა ქართველების დაცვის ორგანიზაციები უკვე არის მოსის მუშაობენ ის რასაც კი, შეხვდა იმ ხალხს დღეს შურამში და ხო რა თქმა უნდა ქალებს აქვს განსაკუთრებული პრობლემები, რომელზეც იქნება ყურადღება, მაგრამ მე არ მინდა ასე რომ მხოლოდ ქალებისთვის ვიყო თუ რა თქმა უნდა მიშას არჩევენ პრეზიდენტად, რომ მხოლოდ ქალებისთვის ვიყო პირველი ლედი, მე ძალიან ვაფასებ ფემინისტობა კი არა, ემანსიპაცია, რომ ღირსეულებები იყოს მამაკაცისთვის და ქალებისთვისაც და მამაკაცებსაც აქვს დიდი პრობლემები, უმუშევრობა მაგალითად, ან სხვა პრობლემები აი გართობასთან დაკავშირებით და იმაზე შეიძლება ჩემი ყურადღებაც იყოს საჭირო და ამიტომ არანაირად მინდა მხოლოდ ქალებზე ვიმუშაოთ, მაგრამ ალბათ ხშირად მომიწევს. რა თქმა უნდა პოლიტიკას რაც ეხება ახლა მე ვიცი რომ აქ არის დაახლოებით 8000 თოვილი ცხინვალის რაიონიდან მე ვიცი რომ აქ არის მაგალითად OBSE ხო რომელიც მუშაობს ეუთოს მისია მუშაობს იმ კონფლიქტის დარეგულირებაზე და არის განსაკუთრებულად აი ეუთოში განსაკუთრებული რაღაც კომისია რომელიც მუშაობს მხოლოდ ცხინვალის პრობლემების სამართლის პრობლემების მიმართ მე უფრო ამათი იმედი მაქვს საერთაშორისო მხარდაჭერით ვიდრე ახლა ჩემი პიროვნული მე კი შემიძლია მოусმინო ეს ადამიანები რანაირი პრობლემები აქვს ასე სოციალურად, მაგრამ ახლა პოლიტიკა რო შევეხო ეს მართლა პოლიტიკაში ვერ ვერები და არც იქნება სწორი. მიხეილ სააკაძის კითხავთ ცოტა ხანში თქვა როგორც წარმოგვიდგენია მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შემდეგი მაყურებელი ყავს ეთერში სამშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ისმენთ. გამარჯობა ქალბატონო სანდრა, გამარჯობა ბატონო გოგა. პირველ რიგში მინდა გულისკივილით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ თუ თქვენ თეატრში ბრძანდებოდით, ამას ფაგოთო გამოხმაურება არ მოყვა და გორელები არ ვართ ჩვეული იმას, რომ ჩამოსული სტუმარი ცარიელ დარბაზში მივიღოთ. ამისთვის მე ყოველგვარი სახელით პატიებას გთხოვ. ამას ალბათ აუცილებლად გამოვასწორებ და თქვენს ამაში დარწმუნდებით. ახლა მეორე ფაქტი რაც მინდა გითხრათ, მე ვარ ყრუმუჩთა საზოგადოების რეგიონალური ორგანიზაციის დირექტორი. რადგან მყავს მე 100-მდე დაუსაქმებელი ყრუმუნჯი, რომელთაც არ შეუძლიათ არც ერთ ინსტანციაში მისვლა და თავისი ტკივილის გამოხატვა, ამიტომ მე გთხოვთ, რომ აი ამ მუნჯებზე თქვენ ხართ ესეთი მეცენატი და არიგებთ ამდენ დახმარებას, მაპატიეთ, რომ კადნიერდები და ამ კითხვას გისვამთ. იქნებ მიჩვენოთ გზა რითიც საშუალებითაც დავეხმარებით ამ ყველაზე დაუცველ ფენას, რომელთაც არც ესმით და ვერც ლაპარაკობენ. თქვენი დიდი იმედი მაქვს და თუ რამე საშუალება შეგიძლიათ, იქნებ ეთერის საშუალებით მომაწოდოთ ეს განცხადება და თუ საჭიროა, მე თვითონ თქვენ როგორც გააკეთეთ განცხადება, მოვალ და პირადად შეგხვდებით კოსტავას ქუჩაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დიდი მადლობა პასუხისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარებით მეც და ჩემ ყრუმუნჯებსაც. გმადლობთ. მე უბრალოდ გასაცდელი ხალხო მართლა ისეთ თავისუფლება არ შეექმნათ გულის საზოგადოებას. ეს თეატრში იყო საკმაოდ ბევრი ხალხი უბრალოდ თუ რამდენიმე ათეულის კამითი იყო ცარიელი, 20-30 ადგილი თუ იყო ცარიელი. მაგრამ იყო საკმაოდ თან უქმე დღეს გაემთქვა და ესეც არის პრობლემა ცივიდან. რაც შეეხება ყრუმუნჯთა საზოგადოების წარმომადგენლებს. ესე იგი კოსტავას ქუჩა თქვა, არა სორია, გამსახურდიას ქუჩაზე ვარ თბილისში, ხო? ჩვენ როგორც საქველმოქმედო ფონდის სოკო ჩვენ გქონდათ ხრუბავშვებთან კონტაქტი ქუთაისში, საკმაოდ ხანგრძლივი, უკვე მე-4 წელია
იქ რომ ველაპარაკები მათ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად რაღაცები ვისწავლე, რომ რამდენი წლის ახარ და რაღაცები და შესწევს და მათ დირექტორი ყოველთვის მეუბნები, ნუ თქვი ღრმუნჯი, იმიტომ რომ ეს ხალხი არ არის მუნჯი. ჩვენ ვასწავლით მათ ლაპარაკი. ესე იგი ამიტომაც მე მხოლოდ ვეთქვი ხოლმე ხრო ბავშვთა ჯგუფის შესახებ. იქ მიდის ლოგოპედიური გაკვეთილები და მართლა მე მათი სპექტაკლიც კი მაქვს ნანახი ახლა ოქტომბერში და მართლა ნუ ახლა ლაპარაკი როგორც ჩვენ აგერ ვლაპარაკობთ არ გამოდის, მაგრამ შეუძლია თქვა ასე ვადლობთ და აი ეს რაღაცები რაც აქვს ნასწავლი და რა თქმა უნდა შედეგად შეიძლება რომ უკეთეს შედეგიც მიიღოს. კი, როგორ არა იქ ლაპარაკი შეიძლება გააჩნია რომ ელასაკიდან იწყება რა თქმა უნდა მათი რეაბილიტაცია, ასე თქვათ, ან მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. იქაც ერთი და იგივე პრობლემაა, აი 16 წლამდე, 17 წლამდე არიან იმ დაწესებულებაში და მერე სად მიდიან, რამდენიმე მიდის საფარი გმახეროში, რამდენიმე გოგოები უფრო გათხოვდება და მერე სახლში რჩებიან, მაგრამ მე მესმის ეს პრობლემა, ეს არის სამთგივნეული პრობლემა და არა მხოლოდ ინვალიდი ან ესე იგი რაღაცნაირად ასეთი ადამიანებისთვის, რომელიც სრული ფუნქციონირებას ესე იგი არ აქვთ, არამედ ქართველი ახალგაზრდებისათვის ეს არის სამთგივნელი პრობლემა და მე მგონი აი ეკონომიკის ზრდასთან ერთად ესაც უნდა გამოსულდეს. ახლა სპეციალური პროგრამები დასასაქმებლად ძალიან ძვირია, იმიტომ რომ მაშინ უნდა მოხდეს ჯერ კრედიტის აღება, მერე ერთი საქმიანობის დაცხება და მერე შეიძლება ეს ბავშვები დასაქმდეს იმ პროექტში, მაგრამ ამ პროექტსაც აქვს თავისი ვადა, ეს კრედიტი უნდა თანხა უნდა დაბრუნდეს და მერე იქნება თუ არა ამდენი ბრუნვა, რომ აი ეს ხალხი იყოს მართლა კონდეს შემოსავალი. ეს ძალიან ძვირი პროექტებია და არ ვიცი მე მზადა ვარ რომ შეგხვდეთ ან თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ჩემ ფონდში და მოველაპარაკოთ, მაგრამ არ ვიცი მე უფრო ვფიქრობ რომ როცა იქნება უკვე ქვეყანაში ეკონომიური ზრდა, მაშინ აუცილებლად უნდა მოხდეს იმ ბავშვების და იმ ინვალიდი ადამიანების ინტეგრაცია იმ ეკონომიურ პროცესში. ეს მე მგონი ეს ცხადია. ქალბატონ სანდრა, არ შემიძლია შევეხოთ თემას, რომელსაც ვარდების რევოლუცია და სოფლიო ისტორიაში ალბათ ესეც სახელი შევა. თუმცა მას სხვადასხვა სახელებიც აქვს ეს სინონიმური ხალდოვანი ხალდოვანი გონიერი ადამიანების რევოლუცია, თეთრი რევოლუცია უწოდეს მას. თქვენ სად იყავით ამ დროს სასაკეთებით და აი როგორ მივიდეთ, როგორ არის დაწუნებული ვარ რომ წინა საათებში ალბათ ქართული ასე ვთქვათ შეშფოთება. მე ოქტომბრის ბოლოს წავედი ჩემ ბავშვთან ერთად ბებიასთან ჰოლანდიაში. დედაჩემი 24 ოქტომბერი 60 წლის შეესრულდა და ზუსტად იმ თარიღს ჩემი ბავშვი დაითხოვეს სკოლაში. ესე იგი ჩვენ ვაპირებდით 2 კვირით ჰოლანდიაში წასვლა. როცა იქ ვიყავით და არჩევნები ჩატარდა, დაიწყო მასიური დემონსტრაციები და მიტინგები, უკვე 8 ნოემბრიდან ძალიან ასეთი ხასიათი მიიღო ილია ჩევჩევას დაბადების დღეზე გელაპარაკები. და აი მაშინ ჩვენ 10 ნოემბერს გქონდათ აღებული ბილეთი, ვეღარ გამოვიხენე, იმიტომ რომ ჩემი მშობლებმა არ გამიშვეს და არც მინდოდა მე რომ მიშასთვის ჩვენ ვიხოთ, ასე თქვათ, განსაკუთრებული თვირთი, ხო? საზრუნავი, ეს ამას ქვია თვირთი, რომ მართლა ჩვენზე ინერვიულოს, მე მგონი თვითონ ამდენი სანერვიულო ქონდა და ამდენი საორგანიზაციო საკითხები მოსაგვარებელი, რომ ეხლა რომ სულ დაგვირეკოს, რომ სადახარ ხო ხართ კარგად, რა ვიცი, ჩვენ შუა ცენტრში ვცხოვრობთ თბილისში
და სკოლაც დაკეტილი იყო იმ პერიოდში და ამიტომაც ვთვლიდი ასე თქვათ არასასურველი რომ ჩვენ დავბრუნდებოდით და დაბრუნდით დეკემბრის დასაწყისში. ტელევიზიით რა თქმა უნდა ტელევიზიაზე ვიყავით მიცეფებულები. რა თქმა უნდა საკონტაქტო იყო ბევრი სატელეფონო კონტაქტები მიშასთან, მის დაცვასთანაც, ნათესავებთან, რა ვიცი, ჩემ მეგობრებთანაც იყო ხშირი კავშირი, ინტერნეტის საშუალებით ვუხურებდი რუსთავი 2-ის გადაცემებს 3-ზე, 6-ზე, 9-ზე და როცა რა თქმა უნდა იმ დღეებში იყო სულ პირდაპირ ეთერი და მქონდა სულ ჩართული, მაგრამ როგორც მოვახსენე, ძალიან ბევრი ქართველი არის საზღვარგარეთ და ძალიან ბევრი ცდილობდა ალბათ იმ ინტერნეტში შესვლა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იყო გადათვირთული და ვერ შევედი. ძალიან ნერვიულობდი, ასე ვფიქრობდი, რომ თუ ვინმე უნდა იცოდეს რა ხდება ახლა თბილისში, ეს ხო მე ვარ და მე მინდა ვიყო ჩართული სულ. და როცა მიშა შევიდა პარლამენტში თავის თანაგუნდელებთან ერთად, მე ვიყავი ბელგიაში, ასეთ ოჯახში, როგორც არის ჩემი, ჰოლანდიელი გოგონა, ქართველი ბიჭი და მათთან არის სახურავზე სატელიტი და ჩემ მშობლებთან არა, ქართული არ იციან და არ აქვს ამათთვის აზრი, მაგრამ ანტვერპენში ვიყავი და იქ 4 სხვადასხვა ქართული არხი პირდაპირ ეთერში ვუხურებდით, ესე იგი ნამდვილად ვიცოდით ზუსტად იმ შაბათს 22 ნოემბერს რა ხდებოდა. ნერვიულობდით ძალიან, რა თქმა უნდა და 23 ნოემბერს უკვე ვგრძნობდი დილიდან, რომ აი ხო განამწყვეტი მომენტი ხდება. არა, ეს უკვე მიხდი პარასკევს უკვე, რომ აი ეს შაბათ-კვირა მართლა ასეთი გადასამწყვეტი შაბათ-კვირა იქნება. და კვირას უკვე რაღაცნაირად მოსატელეფონო საუბარიც მქონდა მიშასთან, რომ აი ახლა მართლა უნდა ვიყო ტელევიზორთან ახლოს და მართლა Euronews-ი, BBC, CNN-ი ყველა იყო გადართული საქართველოზე და ვნახე ყველაფერი თითქმის პირდაპირ ეთერში. 4 იანვარი. ზუსტად ერთი კვირა რჩება. მომავალ კვირას უკვე 4 იანვარია და არჩევნები. თქვენ სწავლობთ ვაკულიებში წინასაარჩევნო საერთაშორისო წინასაარჩევნო კამპანიასთან. მაინც ქართული ბუნება ესეა, რომ 1 იანვარი, 2 იანვარი, 3 იანვარი წინასაახალწლო დღეები აყვეთ სუფრასთან მიგზავნე. როგორ ვფიქრობთ, იქნება აქტიური ხალხის საზოგადოება წავა 4 იანვარს არჩევნებს? მე მგონი წავა, წინა რეგისტრაცია გვაჩვენებს. აი წინა რეგისტრაცია გვაჩვენებს, რომ არის აქტიურობა. ხალხი რომელიც მოდის შეხვედრებზე მიიღებს ჩემი თხოვნა გულთან ახლოს, როცა ვეთქვი, რომ აუცილებელია თქვენი მისვლა საარჩევნო უბნებში რაღან 51% ამორჩეულების უნდა იყოს გამოსული. მე არა მხოლოდ მიშაზე, როგორც ყველაზე რეალური კანდიდატი მაქვს აქცენტი, უფრო იმაზე, რომ ხალხი უნდა იმონაწილეონ არჩევნებში. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ 51% კი არა, მე მგონი ძალიან დიდი რიცხვი გამოდის და იმედია, რომ ნაკლებად იყოს შეფერხება, გულისხმობ რიგები და სიების პრობლემები ვიდრე 2 ნოემბერს და იმედია, რა თქმა უნდა, რომ საარჩევნო კომისია ძალიან მალე გამოაცხადებს, რომ არის ესე იგი რომ ითვლება ჩატარებული არჩევნები. კიდევ ერთ ტელემოყურებას მოხდა. საღამოშიდებისა პირდაპირ ეთერში ხართ, ბოლოს არ იქნება ჩვენ ეთერში და დასრულდება ამ შემდეგაც. საღამოშიდებისა ქალბატონო სანდრა, მე კი მართალია 11 წლის ვარ, მაგრამ ძალიან მომწონხარ, რადგან ესე შეისწავლეთ ქართული ენა და ეს რა ქვია. Pilotად დაგდებ შობა ახალ წელს და ერთ კითხვაც მინდა დაგისვათ. თქვენნაირად თქვენმა მეუღლემ მიხეილ სააკაშვილმა
ისე იცის ქართული, როგორც თქვენ იცის ჰოლანდიური, ისე როგორც თქვენ იცით ქართული? არა, მიშასაც აქვს სხვათა შორის ენების ნიჭი, მაგრამ ესმის, როცა, ახლა მე ჩემ ბავშვთან სახლში ვლაპარაკობ ჰოლანდიურად, როცა მიშა შეგვიერთება, რა თქმა უნდა, გადავდივართ ქართულზე, როგორც დედამთილთან ოჯახში და სხვაგან, იმიტომ რომ არ მინდა რომ იყოს იზოლირებული რაღაცა ჩვენი საუბარი სხვებისაგან, მაგრამ მინდა რომ ჩემ ბავშვი იცოდეს მისი დედის ენა, ხო? და მიშა ესმის ხანდახან, როცა ბრაზდები ბავშვზე, ან როცა ველაპარაკები ცალკე ესმის, რაზე ალაპარაკი და ხან მეუბნება რაღაცა ჰოლანდიურად, ან გაგვიმეორებს. კი აქვს ამას ენების ნიჭი, მაგრამ მე მგონი ახლა როგორც ერთმა ქალმა თქვა დღეს, მე მგონი უნივერსიტეტში ან ოპერაში გავუტონინო ბუჯენაძეს დასწრებით, რომ ჩვენ რა გვინდათ ეს პოლიგლოტები, ჩვენ გვინდათ ქართული აზროვნება, ქართული ენა და ქართული ხასიათის, ასე ვთქვათ, ქართული მენტალიტეტის დაღრმავება და მე სრულად ვეთანხმები, რომ ახლა ნუ დავიწყოთ ახლა კიდე ენების სწავლა და ენები და ენები, მთავარია ახლა მართლა რომ საქართველოს დადგეს ფეხზე, მე მგონი კარგი დაწყებული პროცესია და რომ იყოს ნორმალური პირობები სკოლებში, რა თქმა უნდა ენებით საჭიროა, განსაკუთრებით რუსული სხვათა შორის როგორც ჩვენი მნიშვნელოვანი მეზობელი, ინგლისურიც მნიშვნელოვანია. შეიძლება მე ფრანგული, გერმანული ან სხვა ან ჰოლანდიური, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის რომ ხალხმა იცოდეს თავისი ისტორია, გეოგრაფია, არითმეტიკა, მათემატიკა, წერა-კითხვა ეს არის მთავარი და რომ შექმნეს იმ სკოლებში ნორმალური სასწავლო პირობები, იმიტომ რომ ეს ნამდვილად აკლია მასწავლებლებსაც აქვთ ძალიან პატარა სტიმული და ძალიან პატარა мотиваცია დარჩენილი, როცა არ არის ან გათბობა, ან ხელფასები, ან სახელმძღვანელოები და ამიტომაც ჩემი ფონდის მიერ უკვე რამდენიმე წელი მაქვს აქცენტი გადატანილი ესე იგი განათლების სფეროზე. დიდი მადლობა იმ პატარ გოგონას დარეკა. და ბოლოს ხალხოსანა ისევ შევაჯამოთ დაკური რეზიუმე ანალიზი თქვენი მოგზაურობის შესახებ საქართველოში. რა აღმოაჩინეთ ისეთი ქართულ ელჩი, საქართველოს თითოეულ კუთხე თავისი ტრადიცია, თავისი ადამიანების, თავისი ხასიათით არის ძალიან დიდარი. მე თვითონაც ამიცი რა, ბევრ კუთხეში მაგაზე რაჭაში მე არ ვარ, სვანეთში არ ვარ ნაყოფი და მე სიფხულება ქართულ არ ვიცი, იმ კუთხის ასე ვთქვათ, იქაურობა. თქვენ ისეთი რა თუ აღმოაჩინეთ ისეთი რამე, რაც აქამდე არ იცოდით და რო შევაჯამოთ თქვენი თავისუფლების კანონის გავაკეთოთ, თქვათ აი თქვენი მოგზაურობისა და საერთოდ მიმართვა აი ამ ხალხის. უფრო დასავლეთში ვიყავი, ჩვენ ახლა აქედან მივდივართ ცხეთამთიანეთის რაიონში, მერე ქვემო ქართლი და კახეთი და მაშინ უფრო შევაჯამებდი ალბათ, მაგრამ რაც ახლა ვნახე და იმაში უბრალოდ დავრცხუნდი კიდეც, რომ არის დიდი სხვაობები რაიონების და ხალხის შორის. ახლა ჩვენი ოზურგეთის შეხვედრა და ჩვენი ცალენჯიხის შეხვედრა სულ სხვავდება ჭიათურის შეხვედრას მაგალითად და განსაკუთრებული ჩემთვის იყო მაინც რომ აი ჭიათურის საჩხერის რაიონი არის უკიდურესად გაჭირვებული რაიონი და მე კი ვიხავი სტუმრად, აი ასე მეგობრებთან ერთად გასვლა და ასე არ ჩანს მაშინ და როცა უკვე ელაპარაკები ხალხს დარბაზში და ჩემ რაღაც ერთ პატარა ხუმრობაზე ან მეორე პატარა ხუმრობაზე არ არის ასეთი რეაქცია ან ტაში როგორც ამეგრელოში ან ოზურგეთში ან გორიაში, მაშინ უკვე მიხვდებით რომ აი ამ ხალხს რა ასეთი ძალიან გაჭირებული პერიოდი აქვთ და იქ არამხოლოდ ხელფასები, არამხოლოდ დავალიანებები აი პენსიებში და ასე შემდეგ არის, არამედ აი სამომავლო პერსპექტივა იმ რაიონში ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ეს იყო როდისმე მდიდარი და ასეთი საწარმო რეგიონი და
შეიძლება ეს თუ დაბრუნდება, ეს დაბრუნდება ალბათ ნაწილობრივად ან ძალიან პატარა ნაბიჯებით და იმ ხალხისთვის ეს არის ძალიან ძნელი და მათ აქვთ სხვათა შორის მიცაც ასეთი ნაყოფიერი არ არის. იქ შეიძლება თუ კარგი ამინდები იყო, შეიძლება იყოს სიმინდი და ლობიო და მეტი თითქმის არაფერი. ამიტომ ეს რაიონები, ამიტომაც არის ასეთი ბევრი ხალხი, მამაკაცები განსაკუთრებით სასული თბილისში, სასული საზღვარგარეთ, ზუსტად ჭიათურის და საჩხერის რაიონებიდან. და ეს ჩემთვის იყო, ასე ვთქვათ, აღმოჩენა და ამას აუცილებლად გადავცემ, როცა სახში ვიქნები და ლაპარაკები ჩემი შთაბეჭდილებების თაობაზე. გასაგებია. დიდი მადლობა ამიან მოსწოდით ჩვენთან სტუდიაში. მე გელოდებ კიდე უკვე აუცილებლად იმ დროს, როდესაც ინაუგურაცია მოხდება, ეს 90% ყველა 19% ხალხზე დამოკიდებული. გელოდებით გორს ჩამოძანი ჩვენ გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა დიდი სიამოვნებით დაგიწყოთ ჩვენთვის. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი. აგრეთვე თეატრალიტის ესე იგი מחურებელს მინდა დამდეგ შობა ახალ წელს ისურვოთ მეტნიერებას და სულ სხვანაირი 2004 წელი, რომელიც ნამდვილად ცვლილებები უნდა შეიტანოს თითოეულ ქართულ ოჯახში. ზუსტად ეს მინდა მოგხარო თქვენთვის და ჩვენთვის. თითოეულ ჩვენგანისთვის 2004 წელი გარდატეხის წელი ყოფილიყოს, ეს მინდა მისურვოთ ჩემი თავისთვისაც და ყველასთვის, ვინც მიყურებთ მთელი საქართველოსთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მე უბრალოდ თქვენის ნებართვით, ჩვენ საზოგადოების ნებართვით მაყურებელს ვეთქვი. ხალხო 4-იანს ჩვენ გადავდით ყველა საქმე და წავიდით არჩევნებზე. და ხვალინცეთ ღირსეულ კანდიდატს, პრეზიდენტობის ღირსეულ კანდიდატს, იმიტომ რომ ჩვენ თითოეულ ჩვენგანის ასე ვთქვათ მონაწილეობა ჩვენ აქტიურობა არჩევნებში რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივიღებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში დიდ როლს შევასრულოთ. დიდი მადლობა ქალბატონ სანდრას, დიდი მადლობა თქვენ რომ ისმინეთ ბოდიში იმ ხალხს, ვინც ეცადა და დავიკავშირდა ეთერში. მშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ჩვენ განახლებული გადაცემით უკვე ახალი წლის შემდეგ გავალთ ეთერში, გვეყოლებათ ძალზედ საინტერესო სტუმრები, ახლა კი დაგემშვიდობებით, კარგად გრძანდებით.